ტექსტებზე უნდა გკითხო და დაგანებებ თავს. სიმღერებს, რომელსაც ასრულებდი, მათ შორის ფრანგულს, მათ შორის თბილისზე, მათ შორის სიყვარულზე. ამ ტექსტებს თქვენ თვითონ წერთ? კი, ეს ტექსტები რაც იყო, ხო, საავტორო, ჩემი ტექსტებია, რომელიც დაგროვდა დროში. ანუ პოეტიც ხართ, ასე გამომდის. პოეტი არ ვიცი, მაგრამ რაღაცა მე მგონი კაი იყო. ამ ტექსტებს საწერს ფურცლებზე? ხო, ხან ქაღალდზე, ხან თავში და გადმომა ქაღალდზე. რადგან ეს პატარა მუსიკალური ვიდეო ნოველა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ჩემი დებიუტია YouTube არხზე, სიმბოლურად ახალგაზრდა მუსიკოსის დებიუტით დავიწყე. ხო და ასე, ჩემი კი არა, თემურიკო დიასამიძის დებიუტი შედგება. გასაზიარებელი მერწმუნეთ, მას უფრო მეტი აქვს, მე უკანა პლანზე გადავალ. უბრალოდ ახალგაზრდა მუსიკოსის საავტორო საღამოზე დავრჩები და თქვენთან ერთად ვისიამოვნებ. მრავალფეროვანი მუსიკაა, მოკლედ ხასიათობრივადაც განსხვავებულია ყველა კომპოზიცია თითქმის და რაღაც მგონი რომ ისტორიასავით მოყვება მუსიკალური. ალბათ ჩემი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანასთან ერთად საერთო ისტორია. ნუ ერთად არ გვიწევს. გამოვიდა საერთოდ. გამოვიდა. ის კაი გადამა გამოვიდა. მადლობა მოგზაურობისთვის და იმედია რომ ისიამოვნებთ. ახალგაზრდა ავტორის მუსიკალური ისტორია მისივე ქვეყნის თანამედროვე ისტორიასთან პირდაპირ თანხვედრაშია. მოვიდა თაობა ნახტი, მოვიდა თაობა მზის, მოვიდა თაობა ნახტი, მოვიდა თაობა მზის, ჩვენი გულების სიმართლეს ამბობს, ვერ დაგვაჯერებ ტყუილს. თავისუფლება მათ. ეძღვნება რა თქმა უნდა საღამო და მთავარი სათქმელი როგორც არა მარტო კონცერტზე და ყველგან არის დღეს სინდისის პატიმრები და მათი თავისუფლება რა თქმა უნდა არის მთავარი რამ რაც მე მგონი ყველას გვინდა და მაგის გარეშე არ გადის დღე რომ მაგაზე არ იფიქრო ამიტომ ამ თემას რა თქმა უნდა ყოველთვის ყველა არა მარტო კონცერტზე სახში რო ვართ სადაც არ უნდა ვიყოთ ყველგან ეს ფიქრი არის. ეხლა ნიაზიც აქ არისო გავიგე ეგეთი ამბავიო. მუსიკალურ საღამოზე ავტორმა თითქოს მისივე განვლილი ახალგაზრდობის მუსიკალურად ჩამოყალიბების წლები გვაჩვენა და უფრო შორს თუ გავიხედავთ, მისი მომავალიც დანამდვილებით მუსიკალური იქნება. ფიქრობდი, ნეტავ სამყაროში, უფრო სწორად მუსიკაში, თუ არის რაიმე ძალა, რომელიც შესაძლებელია სიბნელეს დაეუფლოს. ამ პირიქით, შესაძლებელია თუ არა მუსიკას სიბნელე მაჯობოს და მგონი პასუხიც საერთო დებიუტისას მე და თემურიკო დიასამიძემ რაღაცნაირად ერთად ვიპოვეთ. ცუდი დრო მუსიკისთვის მგონი არასოდესაა. ცუდ დროშიც მუსიკალური სამყარო საშუალებას გაძლევს რომ იპოვო კარგი დრო. მუსიკალური სამყაროსთვის მგონია რომ ცუდი დრო არ იქნება.
მაგრამ მიპოვა ემა Adloba Andrea, იასამიძე, ნიაზი. ის სიამოვნეთ თუ უფრო მეტი ინერვიულეთ? ორივე ერთად იყო და რაღაცა ადრენალინის მოზღვავება მაქვს. ყველა ერთად იყო სცენაზე, თქვენ აკლდით ოჯახს. მე გვერდზე თეატრში ვიყავი სცენაზე ზუსტად და მე გადმოვედი აქეთ ამ მხარეს. არტისტულია, როგორც მსახიობს და არტისტს მინდა კითხოთ თემურიკოს სცენაზე. იცი რა, არტისტული ნამდვილია. მართალია, როცა სცენაზე დგას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ იყო მართალი. უხევით, ვინ ახართ თქვენ თემურიკოს ხართ, იმიტომ რომ ხატვარი ხართ, ეს ყველა მიცის. პატარა ძმა ვარ, ეს ჩემი უფროსი ძმა თემურიკო. მე ვარ პატარა. რა სიტყვით თქვენს ნამუშევარზე სცენაზე? მოუხდა სცენას? მე ძალიან მომწონს და რა ვიცი, თქვენ თუ მოგწონს ძალიან კაია. მე ძალიან მომწონს. ეს ნიკო ფიროსმანის პორტრეტი. ხო გავს? გავს. Wheelers Garage. Dorlut Finish. Luka Topuria. David Gogiswanidze, a.k.a. Barsmena. Soto Tagareishvili. Beka Dochiashvili. Lizi Ramishvili. და თქვენი ბევრი მეგობარი. Se voit d'un nuage, un endroit le matin, un café, le balcon, un dialogue, le silence, un battement en cœur. თავარი რაც გვაერთიანებს ერთ-ერთი არის მუსიკა და მუსიკის სიყვარული, რომელსაც გამოვცემთ მე სცენაზე. იყო მოზღვავებული ემოცია. რა თქმა უნდა. ხო, ნუ როგორც არის, ეხა ეგ თუ არ არის, ალბათ ამ საქმეს აღარც უნდა აკეთებდე. ეგ თუ აღარ გაქვს კონცერტის წინ მithumetes და მე უკვე რო შედიხარ ამ ზღვაში, იქ როგორც არის ისე არის და რა მადლობა ყველას, კაი ხალხია. ამაყობთ თქვენი შვილით. მიყვარს. დროζეჩკა მიკრო. დრო ვერაფერზე ფიქრო. ფიქრი რა თუნდა დრო. როცა უნდა თო. დროζეჩკა მიკრო. არ ვიდოებ speaker. Sigvarum shrovam vakro Ardavijer arasus Ikriadum neverus Rotsauna Sigvarum itugatreva Zeto seires dachatreva Čueme naviget traževa Dachatreva Fikri rat unda dro, roza unda to. Sigvarum tu kakreva, zegire zachakreva. Ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება და ჩერდება დრო. მადლობა შოთა რუსთაველს.